ჰეი ბიჭებო, დღეს ბევრი საქმე გვაქვს. ბევრი პოპკორნი და კოლა გაელოდება. პრობლემა არ არის. ჯანდაბა, ამინა არ მპასუხობს. და რაში გჭირდება ის? ამინამ თქვა, რომ დღეს კამპუსში მნიშვნელოვანი დღეა. იცი რას ნიშნავს საერთოდ მნიშვნელოვანი დღე? ტესტი? რა ტესტი? ფიქრობ ამ პატარა გოგოს რაღაც კასტინგში ან კონკურსში მონაწილეობის მიღება სურს. ჩვენ პირველებმა უნდა გავიგოთ ამის შესახებ, რომ მეტი დრო გქონდეთ. აბა, ახლა გასაგებია? შეხედე დაკ, ეს მამა ჩემია და ის მართლა ძალიან მაგარია. და რით არის ის მაგარი? ვერ ხედავ, ის მეხანძრია. ამ ფოტოზე მას ცეცხლმოკიდებული სახლიდან კნუტი გამოყავს. მამა ჩემი ბევრად უფრო მაგარია, პოლიციელია. ნუ იტყუები დაკ, შენი მამა სუპერმარკეტში გამყიდველია. ის გამყიდველი ადრე იყო. გუშინ პოლიციაში დაიწყო მუშაობა. კიდე ვიტყუები, არ ვიტყუები. მე მაგარი მამა მყავს. გილოცავ ჩემპიონებო, ჩვენ ახლა ახალი ფორმები გვაქვს. მართლა? ხო, დენს, ეს შენთვისაა და ეს ჩემთვისაა. ვაუ, რა მაგარი ბომბერის ქურთუკია. ხო, ჩემპიონებისთვის სპეციალურად შეკვეთაა. ვაუ, რა თბილია. თავს ნამდვილ ჩემპიონად გრძნობ. სად არის ჩემი ახალი ფორმა? მეც ხომ ჩემპიონი ვარ. შენ ლუზერი ხარ. შენ ჯერ ჩემპიონი არ ხარ. ჯერ კალათბურთის თამაში უნდა ისწავლო. კარგი, წავიდეთ და ახლა გოგონები ვნახოთ. ჯანდაბა, ეს ისეთი საოცარია. წარმოდგენაც არ შეგიძლიათ რა დამესიზმრეთ? რა დაგესიზმრა? საკუთარ რესტორანი გავხსენით და ჩვენ ძალიან გავმდიდრდით. რა მაგარი სიზმარია. მისმინე, თუ პოპკორნის ჭამას არ შეწყვეთ, ხელფასის გარეშე დარჩები და ვერც გამდიდრდები. გასაგებია ახლა თუ არა? ნუ გაბრაზდები რა პონკა და მე კოშმარი ვნახე. უკბილო მოხუცი ქალი დამდევდა და ჩემს კბენას ცდილობდა. ჰეი ლუზერებო, მარწყვის ლიმონათი მინდა სასწრაფოდ. მარწყვის ლიმონათი გაგვითავდა, ალუბლის ლიმონათი და საღეჭი რეზინა დარჩა. რატომ არასდროს არის მარწყვის ლიმონათი? მაშინ ალუბლის ლიმონათი მომეცი. გუფი, ლეიას ერთი ჭიქა ალუბლის ლიმონათი დაუსხი. კარგი, ერთი წუთით. ჰეი, კითხე მას მუნის მშობლების შესახებ. ლეია, მართალია რომ მუნის მშობლები არ მომკვდარან? მიატოვეს იგი. კი, მართალია. და როგორ გაიგე ეს? ეს შენი საქმე არ არის. სად არის ჩემი ლიმონათი? აი შენი ლიმონათიც. რა სულელია ის? ახალბედა, შენ რა ძუნწი ხარ? რატომ ვარ ძუნწი? შენ ფული უნდა შესწირო მიტოვებული ცხოველების ფონდს. რატომ უნდა შევწირო ფული უპატრონო ცხოველისთვის? მე საერთოდ არ მაინტერესებს. ჯანდაბა, რატომ არ მპასუხობს ტელეფონს? არა, შენ ნამდვილად ძუნწი ხარ. ცხოველებს ყველანი უნდა დავეხმაროთ და შენ გამონაკლისი არ ხარ. კარგი, მეც დავეხმარები შენს ცხოველებს. ფული შემოგწირე, ბარათიდან გამოვიტან და მოგცემ. სულელი ახალბედა. ბომბერის ქურთუკი უბრალოდ შესანიშნავია. არაფრის ჩემპიონო. იქნებ დაანებო თავი. არავითარ შემთხვევაში. ჰეი გოგონებო. ჰეი ბიჭებო. ვაუ, ბენს, ახალი ფორმა გაქვს. ხო, ეს ჩემპიონის ფორმაა. ჩემპიონები. რატომ არ აქვს დაკს ისეთივე ფორმა? მან კალათბურთის თამაში არ იცის. მე შენზე უკეთ ვიცი თუ როგორ უნდა ვითამაშო კალათბურთი. კარგით გოგოებო, წავიდეთ კაფეში. წავიდეთ. არ შეეხო, ეს ჩემი ბომბერის ქურთუკია. ჩაკს ისევ წინავს, სამსახურის საათებში. ჩაკ, ისევ ვერ გაიგებს სტეფი. ჩაკ. რა? სად? უცნობებს კამპუსში შესვლა ეკრძალებათ. ჩაკ, აქ უცხოები არ არიან. გამარჯობა გოგოებო, უბრალოდ ცოტა დავიღალე. ხედავთ, დღეს კამპუსში მნიშვნელოვანი დღეა. მოზარდები პროფესიას ირჩევენ. აუცილებლად გააკარი განცხადება. ვაუ, მაგარია. იმედია ვინმე დაცვის პროფესიას აირჩევს. ეს მსოფლიოში საუკეთესო სამსახურია. მთელი დღე არაფერს აკეთებ. გძინავს და ფულს შოულობ. მაგარია რა? შენი იმედი მაქვს, ჩაკ. კარგი, კარგი. 3, 2, 1. ფიცავ, ხვალ ჩემი მშობლები ახალ iPhone-ს მიყიდიან. კარგი რა ფაზლ. უკვე 2 კვირაა ამას გვეუბნები. ხვალ ახალი iPhone-ით მოვალ კამპუსში. ბიჭებო, ჩვენ აქ რეპეტიცია გვაქვს.
თქვენ კი შეგვაწყვეტინეთ. გამარჯობა ტყუპებო. ჩემი მშობლები ხვალ ახალ iPhone-ს ყიდულობენ. მაგარია. ამინა ხომ არ გინახავთ? დილიდან მასთან დაკავშირება ვერ მოახერხე. არ ვიცი, თქვენც ველოდებით მას. ჯობია წახვიდეთ ბიჭებო, ჩვენ რეპეტიცია გვაქვს. კარგი ბიჭებო, წავიდეთ კაფეში. And I was like, baby, 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 oh, like baby, 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 no. I thought you'd always be mine. შენ ჩემი ჩემპიონი ხარ, ბენს. ჩაკ, შეხედე, ახალი ფორმა გვაქვს. ვაუ, მაგარია. ჰეი, კალათბურთელო, და სად არის შენი ფორმა? მომშორდი რა. ჰა. მეგობრებო, ერთ დღესაც დადგება დრო, როცა ყველანი ზრდასრულები გავხდებით. თუმცა არის ცუდი ამბავიც. ზრდასრულ ასაკში ჩვენ კამპუსში აღარ ვისწავლით სამწუხაროდ. არა. მე არ მინდა რომ ყველანი გავიზარდოთ. მე მინდა რომ კამპუსში სიბერემდე ვისწავლოთ. მოხუცებისთვის კამპუსში ადგილი არ არის. ფაზლ, ადრე თუ გვიან გავიზრდებით და სამსახურის შოვნა მოგვიწევს. იმედია უკვე აირჩიეს თქვენი პროფესია. ახლავე გეტყვით რომ ჩემი პროფესია კალათბურთია. მე ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები კალათბურთელი. სანამ სიკვდილი მე და ბურთს სამუდამოდ არ დაგვაშორებს. კი, ჩემი ბენსი საუკეთესო კალათბურთელია. და როცა გავიზრდები, მე აღარ ვიმუშავებ და უბრალოდ პრინცესა ვიქნები. ჩემი ბენსი ბევრ ფულს მიიღებს. ჩვენ დიდ სახლს ვიყიდით და 10 შვილს გავაჩენთ. 10 ბავშვი? მაგრამ 10 ბავშვი ძალიან ბევრია. ნუ ღელა ბენს, 10 ბავშვი ბევრი არ არის. სინამდვილეში მე 15 მინდოდა. ისინი გიჟები არიან. იმედია როცა გაიზრდებიან კამპუსში არ მოვლენ. მე უკვე ავირჩიე ჩემი პროფესია. ალბათ როგორც ჩემი ქუდით, ჯოხით და ხელბორკილით მივხვდებოდით, როცა გავიზრდები, პოლიციელი გავხდები. ჩემი მისია ამ პლანეტაზე ყველა დანაშაულის თავიდან არიდება იქნება. არც ერთი დამნაშავე არ გამომრჩება პოლიციელი. დარწმუნებული ვარ, ფაზლი კარგი და კეთილი პოლიციელი გამოვა. მოდი, ტაში დავუკრათ მას. გმადლობთ, როდესაც პოლიციელი გავხდები, ყველა უსაფრთხოდ იქნებით, რადგან ოფიცერი ფაზლი მუდმივად წესრიგს დაიცავს. მიყვარხართ ყველანი. ახლა ჩემს პროფესიაზე მოგიყვებით, ეს ძალიან მაგარია. მომისმინეთ, ჩემი მომავალი პროფესია, რომ სოფლიოს ყველა გოგონა გავალამაზო და ამას სხვათა შორის ვიზაჟისტი ჰქვია. ვაუ, სასიამოვნო ჟღერს. ჩემს პროფესიაზე დიდი მოთხოვნაა, რადგან სოფლიოში ყველა გოგონას სურს იყოს ლამაზი. ვიზაჟისტი რომ გახდე, მხოლოდ მაგარი მაკიაჟის ჩანთა გჭირდება. მე უკვე მაქვს ასეთი. რაც შეეხება უნივერსიტეტში სწავლას, ვიზაჟისტი რომ გახდე, უნივერსიტეტი არ გჭირდება. შეგიძლია უბრალოდ ინტერნეტში ვიდეოს უყურო და მაგარი მაკიაჟის გაკეთება ისწავლო. ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მართლა სამსახურში აპირებს იარულს? ხო, მე შენნაირი ბენსი არ მყავს. ვიოლა, შენ რა გინდა გამოხვიდე? და შენზე რა სიტყვი? ახლავე გეტყვით. სოფლიოში ყველაზე სახალისო პროფესია მექნება. აბა გამოიცანით რა ვიქნები? იდიოტი. არასწორი პასუხია. მე ჯამბაზი ვიქნები. რა? ყველა ბავშვს უყვარს ჯამბაზები. ისინი საყვარლები და სასაცილოები არიან. კლოუნები მძულს. მას როგორ აპირებ ბავშვების გართობას? მარტივად. მე არ ვიცოდი თუ ნაისუნდოდა რომ კლოუნი გამხდა. ნაის დაჯექი, მუში არ წხვენ ჩვენს გუნდს. კარგი, ყველას დიდი მადლობა. ლორა, როცა შენ და ბენსი 10 შვილს გააჩენთ, ჩემი ცირკის წარმოდგენაზე წამოიყვანეთ. ძალიან მოეწონებათ. ჩვენ საყვარელი ტყუპები ვართ და გვიყვარს სიმღერა და ცეკვა. და როცა გავიზრდებით, ჩვენ სცენაზე გამოვალთ. 1, 2, 3. I was like, baby, 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 oh, like baby, 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 no. I thought you'd always be mine. Woo! Brawo! Nieźle!
და ჩემი პროფესია მოგზაურობასთან იქნება დაკავშირებული. თვითმფრინავის პილოტი გახდები? არა, მე მოგზაურობის ბლოგერი ვიქნები. ვიმოგზაურებ და ამ ყველაფერს არხზე გავაშუქებ. აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი, თუ არ გამოგიწერიათ. მე კი ყველაზე მაგარი პროფესია მექნება. როცა გავიზრდები, ყაჩაღი გავხდები, ყველაზე დიდ ბანკს გავძარცვალ, მთელ ფულს ავიღებ და უკაცრიელ კუნძულზე წავალ. უდარდელად ვიცხოვრებ. რა? გაგიჯდი? რა ძარცვაზე ლაპარაკობ? და გავიწყდა ვინ ვარ? შეგახსენებ, მე ოფიცერი ვარ, ფაზლი. ბანკის გაძარცვა კი არც იფიქრო. თუ ამას გააკეთებ, მე გიპოვი და დაგაპატიმრებ. აბა, ამაზე რა სიტყვით? ეს ხუმრობა იყო. რა მოხდა? ხუმრობას ვერ იტან? მე მინდა პროგრამისტი გავხდე და პენტაგონის საიტი გავტეხო. ის მართლა სულელია. გუფი, ჩვენ ტარს არ დაგიკრავთ, რადგან შენ კანონის ძარღვევა გინდა. მე როცა გავიზრდები, მე ბაღი გავხდები. მე ძალიან მიყვარს ყვავილები. ხეების გამოსხვლისას სხვადასხვა ფორმებს შევქმნი. დათვის, ბოკვერის და აბა აქეთ გამოიხედე. კიდევ ერთხელ გავიგებ ამ სისულელეს ყვავილებზე და გუნდიდან გაგაგდებ. შენ კალათბურთელი ხარ და მთელი ცხოვრება კალათბურთელი იქნები. მე როცა გავიზრდები, იურისტი გავხდები, რადგან ძალიან ჭკვიანი ვარ. როცა თქვენ პრობლემები შეგექმნებათ და ჩემთან მოირბენთ დახმარების სათხოვნელად, მე დაგეხმარებით. სად მიდიხარ დენს? ჩემი პროფესია ძალიან საამაყო და აუცილებელია ყველა ადამიანისთვის. ის კალათბურთს გულისხმობს. ეს კალათბურთი არ არის ბენს. მამაჩემის მსგავსად მეც მეხანძრე გავხდები, რადგან ის ძლიერი და მამაცია და ყოველ დღე იცავს ადამიანებსა და ცხოველებს. რა? თუ ოდესმე კვამლის სუნს იგრძნობთ, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სამაშველო სამსახური, აუცილებლად. კარგი, შემიძლია მეხანძრეთ ყოფნის ნებართვა მხოლოდ ერთი პირობით მოგცე. შაბათ-კვირას ჩემთან ერთად კალათბურთს ითამაშებ. მეხანძრე კალათბურთელი იქნები. მე სტეფი ვარ. როცა გავიზრდები, ტანმოვარჯიშე გავხდები და ყველა ჩემპიონატს მოვიგებ. ჰა, ტანმოვარჯიშე, ჯოხებით. Ta-da! ჰეი, გინდათ იცოდეთ ვინ გავხდები, როცა გავიზრდები? ახლა ვეგეტყვით. ჩემს პროფესიას მზარეული ქვია. ცომეულის მცხობელი. ეს ძალიან მაგარი იქნება. ჩვენ გემრიელობებზე ვგირდებით. ხო, და კიდევ რაღაც მაქვს თქვენთვის. კექსი პოპები, ისინი მე და დედაჩემა ერთად მოვამზადეთ, რადგან მე ჯერ არ ვიცი საჭმლის მომზადება დამოუკიდებლად. მეგობრებო, გაგვიზიარეთ კომენტარებში, ვისი პროფესია მოგეწონათ ყველაზე მეტად. გამოიწერეთ არხი, თვალყური ადევნეთ ჩვენს ახალ სერიებს. ნახვამდის ყველას! Say no.